ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ ღაზის სამშვიდობო გეგმა შემდეგ ფაზაზე გადადის. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ ვიტკოფმა აღნიშნა, რომ მეორე ფაზა ჰამასის განიარაღებასა და ომისგან დანგრეული ანკლავის აღდგენას ითვალისწინებს, რაც გაეროს გამოთვლებით 50 მილიარდი დოლარი დაჯდება. მეორე ფაზის მიხედვით გათვალისწინებულია ტექნოკრატიული მთავრობის ჩამოყალიბებაც ანკლავში. ამგვარი ხელისუფლების დაკომპლექტება პალესტინელი ექსპერტებითაა გათვალისწინებული, რომლებიც ღაზის პრობლემების ადმინისტრირებას ამერიკის ზედამხედველობის ქვეშ განახორციელებენ. ამასთან სტივენ ვიტკოფს არ დაუკონკრეტებია დეტალები იმის თაობაზე, თუ ვინ მოხვდება პალესტინის გარდამავალ ადმინისტრაციაში, რომელიც ღაზას უხელმძღვანელებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელით ვაცხადებთ 20 პუნქტიანი გეგმის მეორე ფაზის დაწყებას. ამერიკის შეერთებული შტატები მოილის, რომ ჰამასი სრულად შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, მათ შორის დაუყოვნებლივ დააბრუნებს დარჩენილ ცხედარს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება. მნიშვნელოვანია, რომ გეგმის პირველმა ფაზამ უზრუნველყო ანკლავისთვის ისტორიული მასშტაბის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შენარჩუნება, ყველა ცოცხალი მძევლის დაბრუნება და 28 გარდაცვლილი მძევლიდან 27-ის ნეშტის სამშობლოში დაბრუნება. მადლობას უხდით ეგვიპტეს, თურქეთსა და კატარს უცვლელი შუამავლობისთვის, რომელმაც ეს პროგრესი შესაძლებელი გახადა. მეორე ფაზის აღსრულებას პირველ რიგში ღაზაში მცხოვრები მოსახლეობა ელის, რომლებსაც ჰამასსა და ისრაელს შორის მიმდინარე 2 წლიანმა სასტიკმა ომმა მძიმე კვალი დაატყო. ეს კი აქ ყველა ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. ღმერთმა წარმატება მოუტანოს ამ გეგმას, რათა ჩოულ ცხოვრებასა და სახლებს დაუბრუნდეთ. სიმართლე გითხრათ, დაღლილები ვართ და უკვე ყელში გვაქვს ეს ყველაფერი. იძულებით გადაადგილება, ტანჯვა, შიმშილი, ძვირი ფასები ყველაფერზე. რამე ხელშესახები გსურს, გვინდას სახლებს დავუბრუნდეთ, რომელიც ისრაელმა დაგვინგრია. რა გააკეთეს ჩვენმა შვილებმა ისეთი ნანგრევებში, რომ ცხოვრობდნენ? ჩვენი ცხოვრება ძალიან ტრაგიკულია. 20 პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით იქნა მიღწეული, ძალაში ოქტომბრის თვეში შევიდა. პირველი ფაზა ჰამასის მხრიდან ისრაელელი ტყვეების გათავისუფლებას გულისხმობდა იმ ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ, რომლებიც ისრაელის საპატიმროებში იმყოფებოდნენ. პროცესის შუამავალი ეგვიპტე, თურქეთი და კატარი უკვე მიესალმნენ მეორე ფაზის ძალაში შესვლას, რასაც ღაზის სექტორში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდეს.